90-იანი წლების და ჩვენი ტკბილი მოგონებების კერძი ეს არის შუბა. დიახ, არ მოგესმათ შუბა, მაგრამ მე ეს ყველაფერი მინდა სახეშეცვლილად გავაკეთო, სახელშეცვლილად გავაკეთო და დღევანდელ ჩვენ კერძს მინდა დავარქვა ქაშაყი შუბით. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. დღევანდელი ჩვენი ესე ფრიად საინტერესო კერძისთვის, რომელსაც ძალიან ბევრი მოგონებები აქვს ჩვენს ასაკში და არა მარტო ჩვენს ასაკში, უფროს ასაკშიც. ამ კერძისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ეს არის თავიდანვე მოვხარშე კარტოფილი, ოღონდ ბოლომდე არ მომიხარშავს. მოვხარშე ასევე ჭარხალი, ესეც ეგრე, იმიტომ რომ უნდა გავხეხოთ და ამიტომ ბოლომდე რო არ დაგვეფშვნას, არ მომიხარშავს. ეს არის სტაფილო, კვერცხი, კიტრის წნილი, რომელიც ცოტა განსაკუთრებულია და ცოტა ჩემებური ვერსიით არის, ცერეცო, მწვანე ხახვი, შავი პილპილი, დაღერღილი წიწაკა, რომელსაც ჩემი ინტერპრეტაციით უკეთებ, მარილი, მაიონეზი და რაც მთავარია ქაშაყი. ქაშაყი, რომელსაც აი მოვაცმევთ იმ შუბას და გემრიელ გემოებს შესძენს აუცილებლად. დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში უნდა დავჭრათ ქაშაყი, რომელსაც გადმოვიღებ და წვრილად დავჭრით. აი ესე. ეს არ გინდა ვიშლის ხელს. და პირველ ფენას, აი ყველაფერი ეს ფენა-ფენად უნდა დავალაგოთ და პირველ ფენას გავუკეთებთ აუცილებლად ქაშაყს, იმიტომ რომ თვითონ ქაშაყიდან რო დაიწყება ჩამოჭრა იმ გემრიელობის, აი მანდ მისცემს ეფექტურ გემოს. ეს არის მარინადი, ეს არის ფილე ქაშაყის. მოკლედ ამ სალატს იმ ხელა ისტორია ჩემს პირადად ჩემ განვლილ პერიოდში და ეს 90-იანებისთვის ყველაზე პოპულარული და ყველაზე ესეთი საპატივცემულო სალატი იყო. შუბას ეძახოდნენ, მაგრამ დღეს უკვე ჩვენი გადმოსახედით ეს არის ქაშაყი შუბით. მოკლედ აი საახალწლო სუფრა არ ჩაივლიდა ისე რომ ეს სალატი არ ქონოდა ოჯახს და რა ვიცი ყველაფერი თბილად გვაგონდება ეს ყველაფერი და ძალიან ისეთი პერიოდი გვაქვს ჩვენ გავლილი 90-იანებში. შუქიც აკაიკ იყო, ალაგ-ალაგ იყო და ქუთაისში მაგალითად რა ყველგან შუქი არ იყო და საახალწლო პერიოდში უფროსი თაობა, ქალბატონები ყოველთვის იმას ფიქრობდნენ ხოლმე, რომ აბა რა გავაკეთოთ საახალწლო სუფრისთვის და პირველი რაც მოდიოდა იყო გონებაში, რომ აი აუცილებლად სალათი ოლივიე და სალათი ეს შუბა უნდა ყოფილიყო ყველა საახალწლო სუფრაზე. ეხლა მე მინდა გავხეხო აქვე კარტოფილი და მე იქ ჩალაგებას დავიწყებ. კიდე ის მახსენდება 90-იან წლებში აი საახალწლო სუფრასთან ყველაზე პოპულარული იყო თუ გახსოვთ. მალიც მოვიდა. თუ გახსოვთ ის შნაფსი და ის რო იყო ამარეტო სასმელი. ისეთი ამბავი იყო ხოლმე რომ სტუმრად მომიდიოდი, აუცილებლად უნდა მივეტანა ან შნაფსი ან ამარეტო. ცოტა ისეთი ის იყო რა. დასალევი ყველას უყვარდა და ამ დროს ამშვენებდა სუფრას შუბა, ანუ ქაშაყი შუბით. ისეთი პერიოდი იყო მართლა. ეხლა ცოტა წუწუნში არ ჩავმართვათ, მაგრამ ყველაფერი თბილად გვაგონდება ეხლა დღეს ეს ყველაფერი. მოგეუბნებით, აი ახალი წელი თუ დაემთხვეოდა ქუთაისში, იმას რა ქვია, პარასკევ დღეს ჩათვალეთ იყო აი რას ლაპარაკობ, შუქი განუსაზღვრელი ვადით იყო, იმიტომ რომ ერთი ჯიგარი ადამიანი გამოდიოდა პარასკევობით და შუქი იყო განუსაზღვრელი ვადით. აი იქიდან სამაგიეროდ ყველაფერი ხო ჯამთელი და ტკბილი გვახსენდება და აი ეს იმ პერიოდის არის ეს ჩვენი სალათიც. შემდეგი გავხეხოთ სტაფილო. და მინდა გითხრათ, რომ უკვე 21 საუკუნეა. YouTube-ის ეპოქაა, Google-ის ეპოქაა, ამიტომ Facebook-ის ეპოქაა, ჩემო თვითფასებო.
ამიტომ თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი. მოდით გავაცოცხლოთ ყველაფერი. აი ეს ძველი ახალი სახე მივცეთ. ახალი გემოები მივცეთ იმ ყველაფერს და მე მგონი არ იქნება ურიგო ამ საახალწლო სუფრაზე ესეთი გემრიელი სალათის გაკეთება და ნელ-ნელა თქვენს უბრალოდ თაობა ჩვენ დედიკოებო მე სიამოვნებით მივირთმევდი ახალ წელს ესეთ სალათს და თან თქვენს დაწერეთ ჩემი თაობის ხალხმა ვასწავლოთ ამ უმცროს თაობას, მაგარ თაობას ვასწავლოთ იმ ძველი ისტორიების გაცოცხლება და ჩვენებური ინტერპრეტაციით სალათის გაკეთება. გავხეხავთ აუცილებლად ჭარხალს, აუ ჭარხლის გემო არის საოცარი ამ სალათში. ზოგადად ამას აკეთებენ აი როგორც ტორტის ფორმაა ისე მაგრამ მე აი შუშის გამჭვირვალე ჭურჭელში მირჩევნია ჩემის აზრით იქიდანაც გემრიელად გამოიყურება მე ყველაფერს ვავაწყობთ დაახლოებით 1-20 წუთი ნახევარი საათი მაცივარში უნდა ჩავდგათ ეს ყველაფერი რომ გაუჯდეს გემოები ირადად ჩემი მიგნება არის ახლა ბოლო პერიოდში 1-3-4 ჯერ გავაკეთე სიმართლე გითხრათ აი ზაფხულზეც გავაკეთე თქვენ წარმოიდგინეთ ოღონდ ცოცხლად ეს არც მომიხარშავს მაგრამ ჩემი აზრით მოხარშვა უხდება ამ იმეს პოსტნეულს და ჩემი დამატება იყო ეს კიტრის წნილი რა და ძალიან მოუხდა ერთხელ არ გამიკეთებია მეორეჯერ გავაკეთე უკვე ძალიან მოუხდა და მეც შავთვალე საჭიროდ რომ დღეს ეს თქვენთვის მეჩვენებინა ეს აუცილებლად ჩავხეხოთ კვერცხიც შეძლების დაგვარად მოვინდომოთ ისე რომ როგორმე გახეხილ მდგომარეობაში იყოს და ფერებიც ლამაზი გაუჯდეს გულიან ცილიან ოჰოჰოჰო შეხ ასე რომ დამიწერეთ კომენტარებში რომელი კერძი გავაცოცხლოთ კიდე 90-იანების და რომელი კერძი არის თქვენთვის საყვარელი ეხლა მინდა გავხეხო კიტრის წნილიც გახეხილ მდგომარეობაში აი ამ ზედაპირით აი ამ ზედაპირით რა ისე არის ეს შნაფსი ბიჭო თქვენ ხო არიცით შნაფსი დამალები ხო გახსოვთ არის კიდე ეს ისა ანუ ეს უნდა დავგუგლო შნაფსი და ამარეთო იყო მოკლედ ოჰოჰოჰო დონალდო და ლოვე ლიქიორიანი ბამბანერკა ლიქიორიანი ბამბანერკა კი სტუმრად უვეჭველი ბამბანერკა მიგვაქ და კუპონები რა დროს ვიხსენებ ბიჭო ჭრით აუცილებლად მწვანე ხავხს და ცერეცოს ჩემთვის ცერეცოა მე ცერეცოთი ვაღიარებ ბოდიშით მაგრამ ეგრეა ისე რა ქვია კამა აღმოსავლეთში კამას ეძახიან დასავლეთში ცერეცოს ამას და დასავლეთში კიდე კამას სხვა რაღაცას ეძახიან კამას ეძახიან აი ბულიონს ეძახიან ხო იცი ნახარში იმის ქათმის ნახარს ეძახიან მანდ უკეთებენ იმ კამას რა მოკლედ ეგ სადავო თემაა გლობალური ეს არის ნიკოლსიდან დალუბანდავი მაგაზე დაობენ და ასე რომ ჩვენც როარ დავტოვოთ რომელიმე მხარე ნაწყენი ჩემთვის კამა არის იმიტომ რომ მე იმერეთში გავიზარდე რაღაცერეცოა ბოდიში ჩემთვის ცერეცოა იმიტომ რომ იმერეთში გავიზარდე და ხო ხედავ აი ეს აღმოსავლეთის ჰაერი დაშვება ისი ამას მე როგორც მახსოვს ამ შნაფსი და ამარეტოს გარდა შავი ღვინოც უხდებოდა და ხო მე მგონი შავი ღვინო აიცა ყველაფერი გვაქვს იცი ჩავჭრა ძალიან ვახსენე მე შავი ღვინო შავი ღვინო ყველაფერს უხდება აქ აქ შეიძლება და შენი რეკლამა ყოფილიყო გაითვალისწინე მაინც
გაგვიმარჯოს მრავალ დამდეგს. ოჰოჰო, რისი წელია? წელს. მე არ მახსოვს, არ ვიცი. ჟირაფი არა ის კიდე. ზებრა. პირველ ფენას რაც თავარია უკეთებთ ქაშახს. აი ესე. კარგად გადავანაწილოთ. ქაშახი, ცოტა კიდე დავამატოთ. და შუისთვის მე მოვიტოვოთ ცოტა. შემდეგი გავაკეთოთ სტაფილო. და მე ბოლოს ფერები უნდა ნახოთ რა სასწაულად გამოდის. დავამატებთ მაიონეზს. ოჰოჰო. ბიჭო. შემდეგ ვამატებთ კარტოფილს. ასე მოვაყაროთ. თითქმის ყველაფერს უნდა შევახოთ. კიტრის წნილი. აი ესე ცოტა აქაც გავურიოთ. აქა. შემდეგ დავადოთ ჭარხალი და ჭარხალი უკვე შემდეგი დაგჭირდება ბოლოს თავზე გასალამაზებლად. გავაკეთოთ კიდე მაიონეზი. აი აქ გადავურიოთ ლამაზი ფერები, ეს არის წვანილი. ცერეცო და წვანე ხახვი. აი რო ელოდები გემოს ოდის შემხვდებაო და ზუსტად შუაში უნდა მოვაქციოთ. აი ის შუა ნაწილი იყოს ისევ ქაშაყის. ცოტა კვერცხი, ცოტა კი არა, კვერცხი ყველა გავუკეთოთ აი ამ ფენაზე. უკვე ბოლოსკენ მივდივართ. ისევ კიტრის წნილი. ეს ყველაფერი მთელი ერთი ნახევარი საათი მე უნდა გავაჩეროთ მაცივარში, ნახევარი საათი მინიმუმ, იმიტომ რომ ყველაფერი გაუჭდეს გემოები და შავი პილპილის და მარილის ეფექტი ამ ყველაფერს ეხა გავუკეთებთ. ოჰოჰო, როგორ ზუსტად ვაჯენ ამ ბოლო პერიოდში. აქ საჭირო არის 6 გასროლა. ესე იგი 2 ხო გავისროლეთ. ესეც მე-3. ესეც მე-4. ესეც მე-5 და აი გემრიელად მე-6. მოვაყრით შავ პილპილს, დაღერღილ წიწაკას ცოტას და ბოლო ფენას აი ესე სქლად გადავაფენთ მაიონეზს. და ამ ყველაფერს მოვაწითლებთ. თავს მოუწითლებთ და ეფექტურ სიმწვანით დავმალავთ. აი ეს ყველაფერი ახლა უკვე გავამწვანოთ თავზე. აი მივიყვანეთ იმ ეტაპამდე რომ მინიმუმ ნახევარი საათი აუცილებლად სჭირდება რომ ჩავდგათ მაცივარში. აი ნახევარი საათის შემდეგ გავსინჯოთ, დავაგემოვნოთ. აი ის ტკბილი მოგონებები გავიხსენოთ ან დავილოცოთ ტკბილი მოგონებები. წავიღოთ. ზუსტად 45 წუთი გქონდა მაცივარში და გამოვიღოთ. ეს უკვე სერიოზული თემა. ჩვენი ქაშაყი შუბით არ ხუმრობს. შეხე ფერები ჯერ ფერებს შეხე ფერებს. ფენა. წესი და რიგით გემრიელი უნდა გამოვიდეს და გავსინჯოთ ახლა. მანამდე შავი ღვინით დაგლოცავთ. ჩვენ ტკბილ მოგონებებს გავუმარჯოს, აი იმ ლამაზ წლებს გავუმარჯოს, რომელიც ცოტა რაღაც შავბნელი იყო, მაგრამ რაღაც ბევრი რაღაცა გვახსენდება ტკბილად და გაგვიმარჯოს. აი ახლა მოვიდა გასინჯვის ჟამი.
აი შეხედე, ფენა შეხედე. აჰა. ძალიან მაგარი გამოვიდა რა. ვა. მართლა გემრიელია და არი დარდოთ ქალბატონებო, მე მოგაწოდეთ იდეა საახალწლო სუპრისთვის ნეტა და გავაკეთო ისა. გაიხსენეთ რა ის ძველი კლასიკა განვაახლოთ ჩვენ და ამასობაში კიდევ დალაიქეთ, გამოიწერეთ და გაგვიმარჯოს!